დაიწყე. ხარო დავაკვირდი ფერებს ვერ არჩევს. მე რა კარგად ხატავს სხვათაშორის. ხა დაუტო რა შეიძლება. მე შეჩემა. თუ გინდა ხატე იფიქრე იცინე. ამისთვის ადგილი ნამდვილად ვიცი მე, მით უმეტეს გამეზასთან ერთად. გამარჯობა ხალხო. გამარჯობა. როგორ ხარ? საკაიფოდ. ხართ შემოქმედებით სვლაზე? არა. შემოქმედება. აწი იქნები, მაგისთვის ხარ. ჩვენ არ მოგეთხოვება შემოქმედება მოგეთხოვება შენ. ოკეი. მაშინ დავსვათ წესრიგს. სად ვართ ჩვენ? გამეზა არდ სტუდიოში. ხო და რისთვის შევიკრიბეთ აქ? რისთვის შევიკრიბეთ რომ ეს გამეზარ სტუდიო ისეთი დიადი გახდეს რომ 100 წლის მერე შენ რო აღარ იქნები ქვემოთ ეტეროს აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. აქ იყო გამეს არც. აქ იყო გამეზა. და აქ იყოს მუზეუმი და შიგადაშიგ მოდიოდა აჩი. და შენი ცვილის ფიგურა იქნება ტუალეტის შესახვევი როა მან. მოკლედ და ამ ჩვენი ნახატის პრინციპი ესეთია რომ ერთ-ერთი დარჩება ჩემთან ერთად და მეორეზე მომიყვება რაღაცებს რომ იმან არ გაიგოს ეს სიურპრიზი უნდა დახდეს მერე. ერთმანეთის ვიხართ, ეხლა მითხარი. ეს ნახევარზე დაფარებული. ხო, აბა მითხარი ეხლა. რა ხართ ეს მხატვრები? ხატები და ოპერატორები. თუ იტოვეს. არა, ყველაფერს გაგატანთ. ოღონდ კიდე გადარჩენილები ვართ, ბიზი ტიპლებს რო არ ხატავს. ფენواد გადარჩენილები თუ გამეზა. ეხლა მაყურებელს უთხრათ ერთმანეთის ვინ ვართ? ვინ ხარ? გააჩნია, ამისთვის მე ვარ ბიძა და ხო. ჩემთვის ეს არის ძმის. ანუ ბიძა. და ისე ვარ მოსახელები და მოგვარები. პირადი ნომერით ერთადერთნაირად იწყება. შვენიერია. პირველი 6 წელი. ანუ შენ ხარ ლაბაძის ძმის შვილი. ხო, ლაბაძის ძმისშვილი. ხო, არის ანუ მამა შენის არის ლაბაძის შვილი. ორი ვართ ეგ. ანუ მამა შენის კაბაბია. მამა შენის კაბაბია. ეს არის პატარა დავით ლაბაძე, ანუ დავით ლაბაძე ჯუნიორი. ფანტასტიკა. ოკეი. მაშინ ვიწყებთ ესე რომ ჯერ ჩვენ დავხატავთ და მერე შენ. მით უმეტეს გამეზასთან ერთად. დათო წავიდა, ხატვა წავიდა. ვიწყებთ ბიძა შენის ხატვას. შენ და შეეცადო რომ გაიხსენო სასაცილო და სახასიათო დეტალები, რითიც ავაგებთ ნახატს და მე რო შეხედავ, ყოველთვის იქნება რაღაცა სიხარულის საბაბი ოჯახში. აღწერილობა რა, ორივე ძმა ძალიან მაგრად გავს ლუი ანდერსონის მამას. I know how to work with these guys. They buy these trains for a quarter each. წვრილი ფეხები. გასაგები, ანუ ზემოთ განიერი, ქვემოთ წვრილი. მარტო ფეხებით თუ ჩანან გეგონება რომ თელი ცხოვრება სწორიყובה და ვარჯიში. ფანტასტიკა, ანუ ესე დაახლოებით, აბა შეხედე იმას, ჰა? კი, ეგ არის. კაია. ტანზე დაახლოებით ჩემ ხელა, იმიტომ რომ ჩემი ტანსაცმელი კარგად აქვს. ხო. ხო. 2 hours later. წელს ხებოთ ცოტა უფრო ეს არის დიდი, მაგრამ ჩემი შარულებიც კარგად აქვს. ამიტომ დაახლოებით ერთ იმაში. ერთ სტილში. წვერი. ხო. ეხლა შეკრეჭილი აქვს რომ მოვიდა, მაგრამ უშვებს ხოლმე. კადიროველი ვით არის რომ მიუშვებს რა. მოკლედ როგორი ვარიანტი იყო, იცი თმა ორივე თმა. აი, ჩაულებრივად ხო შეიძლება გამელოდეთ და აი აქ წამოვიდეს მე როგორც თქოს. აი ბიჭო, აი აქ ესეთ პატარადაც მელოდებიან, აი ესე აი აქ. და ეს ორი წვეტი აქვს სამოსული ორი. თუ დააკვირდები რომ შემოვა. პატარა ის გავაკეთოთ. კი. ნახევარკუნძული, ნახევარკუნძული. ხო რაღაც ეგეთი. მაგრამ თმა არა აქ ამდენ. ხო, არა, თმას არ გავუკეთებ. თმა რაღაცა ხო არ გადაგიხადა. თმას ხო არ მოგგრთამა. ცოტა გამხდარი და ცოტა თმიანიო მითხრა, მაგრამ კი, ისე გავს, სახეზე გავს. მოვაშორებ. ორივე ცდილობს მაქსიმალურად არა აქვს ახლა იმაზე პრეტენზია რომ გლამაზად და კლასიკურად და არა. ორივე მაქსიმალურად ცდილობს რომ რაც შეიძლება კომფორტულად ეცვათ. სიარულშიც, ეს არის ბოტას ხელძირიანი ფეხსაცმელები რომ იარონ რაც შეიძლება რომ ბილად და თავისუფლად ჩაცმულობაც ეგეთი რა. ეხლა ძალიან ჭედაც უნდა ხატავ, იმიტომ რომ ეს ჩეულებრივი საბუთალოელი ბიჭია და ღია ტანსაცმელზე იშვიათად ხო და იცო. ჯინსი გავაკეთე, მაგრამ ჯინსის უნდა გავამუქოთ. ხო, ცოტა გავამუქოთ. ესეთი ღია ჯინსი, ჩემი ბიჭი, უბანში არ ხორე გამოვა. ნამეტანი სისფერი ჯინსი, ხო? მე ხელებში შეგვიძლია რამე დავაჭერინოთ, ნახე? საჭმელი რა თქმა უნდა, კაბაბი, რა ვიცი რა ძვირი. გიგანტური კაბაბი რო დავაჭერინოთ, რა სიტყვი, როგორც ლაბაძის ძმის კაბაბის ძმას. რაც ჩვენ გინდა ეგ არის პრობლემა. ყველა ვარიანტი ანუ თავისი ძმის ძმა ხო არის? შესაბამისად, თავისი ძმის ძმა, კი ბატონო. ეკუთვნის. საკაბაბე ფაქტიურად მე და დათუკამ და ისე ხო დაასეთ. ანუ ხელოსნები, მასალები, მიტანა,
ნუ ჩემი ძმაც რა თქმა უნდა მაქსიმალურად ჩართული იყო, მაგრამ თავარი სადავე დავაჭერინოთ დათოს ხელში, მე მგონი, საკაბობის, ხო? ხო და ნუ რავი, რამე შეგვიძლია ჩავწეროთ ფრაზა, რომელიც სახასიათო იქნება. ტო. ხო, იქ ყველა ვარიანტი, ყველაფერზე ვინო. მაგის დედავატი ტო. რატო ტო? მაშინ იყოს ტო. თან. და ისე ძალიან თუ გავრაზა ეს უყურს. მე შეჩემა. ეს რა ქვია? ამას რო უყურებდი რომ ესე იყო. ეს რატო გააკეთა? მე მეძახის ბიძი. ბიძი? ბიძი, აი მწრეც რო ეძახია, ესე ბიძი. არა, ბიძი, კაი დაზახილია. შევარქვი ჯუნიორი თუ რაღაცა ფრაზა გინდა, ჯუნიორი, ეს არის დავით აბადე ჯუნიორი. ბიჭო, უყვარს ადამიანები ძალიან რა. ხო. აი თავისუფალი დრო გაუჩნდება თუ არა საკაბაბეში იმ წუთში გარეთ არის გამოსული და რო უყურებ ვეკითხები ხანდახან ამათ იცნობდი ბიძი არა ეხლა მოვიდნენ ჯინსი გავაკეთოთ ჯინსი კი მაგრამ მუქი არა იყოს თუ კლასიკური არა როგორად ესე აი ესა შერეული ჯინსი დაცვია და ზუსტად იმ დოზითაცვია ცოტა ოდნავ მოსპორტულო ესეთი მაგრამ ბიზაჩემ აი საკ ესეთი გამოთქმა მოკლედ სანამ ცოლს მოვიყვანდიო ხო არ ძალიან ბევრი ტანსაცმელი მქონდაო და ყველაფერს ვიცავდი ცოლი რომ მოვიყვანე პირველად გავიგის მე რომ ეს ტანსაცმელი ამაზე არ მიდის აქამდე ჩოვლებრივად ყველაფერზე მიდიოდა ძირითადად მეუღლე ზმანავს რა და ბიზაჩემ რასაც აძლევენ პატიოსნად იცავს და არანაირი პრეტენზია არ აქვს ყველა ვარიანტი უნდა იყოს მაჯაზე Android-ის საათი, smart საათი. ყველა ვარიანტი ეჭკვიანი საათი უნდა იყოს დაკავშირებული სასწორთან. აჰა. გაიგე, ეჭკვიანი სასწორთან არ დაკავშირებული და ყოველდღე ახსენებს რომ ეს როგორ მიდის რა რაღაცა ჭამას რო იწყებს რომ მოდის საათი ახსენებს რომ რაღაცა გუშინ არ მომეწონა შედის. ყბებლა. კილოგრამის რაოდენობა და ეგეთი. და რაც კი აპი გამოუგონია კაცობრიობას ყველაფერი აქვს ტელეფონში. კიდე უყვარს ნიგოზეთი მაგრა რა. ხო. აი რასაც შოულობს შეიძლება ითქვას რომ დიდი ნაწილი მიდის ნიგოზეთში. ძალიან მაგარი. ნიგოზეთში მამაჩემმა ან ბაბუამისმა აშენა სახლი და დაიწყო და ერთი ციცკნა ასაკით და რაღაცა გადახურა თავიდან კარფანჯერა შეცვალა. ან ძალიან უყვარს ნიგოზეთი და რასაც შოულობს ჩათვალე რომ იქ აბანდებს ამ ნიგოზეთს. ძალიან კაია, ნიგოზეთი უნდა ჩავსვათ აქ აუცილებლად. ხო? აუცილებლად უნდა. კი, აბარა. მუსიკას უსმენს რამეს? ძალიან იშვიათად რა. მაგრამ ისეც რა, ყველანაირს რა. არ ერიდება, ხო? უცხოურებიდან უფრო კლასიკას რა. ბარი ვაიტი და რაღაც. და ქართულებიდან ისე რა, რაც არის ჩვენი. ხო. რო თქვა რომ აი ეს არის საქართველოს კულტურის სიამაყე, აი ეგეთ სიმღერებს უსმენს რა. და რა არის, აფსუსია რომ არ ასვავს რა, ისეთ სიმღერებს უსმენს და ისეთი კაი ხასიათი რომ აღარ სვავს აფსუსია. სუმენანება. კაი თამადა იქნებოდა. კაი თამადა იქნებოდა, კი. მაგის მანქანის მოძრაო ხშირად მე ვერ ვიტან მანქანა მე რო ისა საჭესთან. ხო. და დაყავხარ ხოლმე? თანოღობა ძირითადად ქართული შენასაც საქეიფოს ეძახი სიმღერები ეგ რომელია რაღაცა ისინი ხო დარიდო სოვრელები თუ სხვა არის არა და ეგ კიდე სხვა არის სხვა შორის თანამედროვე მუსიკაშიც ასე თუ ისე ანუ არის ქართულ მუსიკაში უსზე უდევს ხელი ერკვევა და უსმენს ხო მე მგონი აქ სანდ უნდა ჩავახსოვოთ კიდე კაცები იმიტომ რომ კაცების გარეშე არ არის. შენიდან კაცები რაღაცა ერთიანი. მე დავიბადე 2002-ში, 2007-დან უკვე 8-დან უკვე მაგ თემაში არის. ანუ მე უკვე მეხსიერება რომ უკვე ჩამერთო, ბიზაჩემი სულ მაგ თემაში. არსებობენ, ხო? ხო, სულ და ესე ვქია. კაცების გარეშე, კაცების ლოგოს გარეშე ბიზაჩემი სარმა. მოდი, ახლა მაშინ აგენ. სამი კაცი დავხატოთ არ ვიღა ლოგო. და მე უნდა გამოიცნოთ ვინ არის რა. მე თვითონ ვერ გამოიცნობს ახლა. რაღაცა ვარიანტები რა. ადგილის მიხედვით კაკაბა ეს არის, ვახტანგიშვილი ჟანელა ეს არის. ცოდნია და ჩემი მხარის აქ. ცოდნია რა. აგერ ჟანელასაც რამე ვათქმევინოთ. მაგალითად არაფერი. კი და ისე რა ქვია თუ გინდა ის სახელწოდება ჩაწერე ერთმანეთს როგორც მიმართავთ რა ბიძუნა ის რა ქვია მიშილო და რაღაცა სახელები და ბიძუნა ეს არის საერთაშორისო მიმართვა ეგ ძალიან კაია ბიძუნა ერთმანეთს ეგრევე და კიდე ერთი თვისება აუცილებლად კი ბოლო დეტალი ჭამა უყვარს ჩემსავით რა ხო აი სადმე საქმეზე რო ვართ
რაღაცასთან რო გავივლით, იქ რო არ გავჩერდეთ არ შეიძლება რა. შია ადამიანია. მშია სადმე რო დააწერო კარგი იქნება. საჭიროა ეგეც კი, რა თქმა უნდა. აი გავუშვათ იქ. ძალიან უყვარს მანქანა თავისი. ეხა დაემტვრა, მაგრამ ავტომობილები უყვარს ძალიან. მოკლედ ისეთია რა, კოლორიტული საბურთალოური კაცური კაცია თავის ყველაფრით რა. და ძალიან ხმამაღალია. ეს ჩასაწევი რო დაუმატო, ან ისა რაღაცა პულტებზე რო ახატია, ხო იცი, ესეთი წვრილი როა და იქით რო დიდდება. ხმამაღალი კაცია. ეს არის ვოლუმი სასაწევრო. ვოლუმი კი, ვოლუმის პლუსი და მინუსი რა და რო აწვევი პუნქტივით რო ჩაუწი. კომუნიკაცია კაცია, კომუნიკაცია რა. კომუნიკაცია. ურთიერთობა სადმე და კომუნიკაცია. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ეგ არის. კაცია. აჰა, კომუნიკაცია კი. ითუმეტეს გამეზასთან ერთად. ნახატ იმ მზად არის, ჩვენი სტუმრები მზად არიან, ეხლა უნდა ვნახოთ რა გამოვიდა. აბა? მოემზადეთ. აჰა. პირველი რაც თვალში ხდება, არის მსგავსება. არის მსგავსება კი. თქვენი ერთმანეთის ვანახოთ მაყურებელს და მე გავიხილოთ რამდენად სწორი დეტალებია. ჩასმული. არის, მე რა თქმა უნდა არ გავარ ჩემ თავს, მე შენ ეხლა რა თქმა უნდა სიცოცხლეში უფრო კარგად გამოვიყო. ლამაზად ხედავ შენ თავს. შამპური. შენ თავარი შამპური ეს არის საკაბაბის სისხლ რა. ეტალონი. აჰა, შენგენი. მივხვდი როგორი თემა აქვს, საბურთალოს კოლორიტი რო ხარ. ეს იუნიორი რო ხარ. როქშია სულ. შია არა სულ არ შია. როგორ არ ხშია? უფრო მეტად სმა. სმაც ხშია. მთავარი ვერ დავამატე. რო ვარჯიშობს. მერე შტანგა. ეხლა არ მეტყობა, გაიგებოდა. შტანგა. ეხლა არ ვარჯიშობს და შემდეგში რომ მოვა უკვე რაღაცა ჯიმიც მიმიხარ. მერე ხო. რა სიმბადური კომუნიკაცია შენია, ნიგოზეთი ხო შენია, სიყვარულის ფენომენი შენია და აქეთ შენ შემთხვევაში ესენი ვინ არიან? ესენი დანარჩენი სამი ალბათ. ხო და რომელია? ეს რაღა არის? ეგ არის შენი სპორტული მიდრეკილება. მერაბი, ილია, ჩვენი სპორტსმენები. სპორტზე მკითხეს ეხლა და უთხარი ქართველი თუ ამას გეძახის ბიძონა. ეს სასწორია შენ უკან მიბმული იმაზე საათს. საათზე კი არა მაქვს მიბმული აპლიკაციაზე. ანუ ეს თუ კომუნიკაცია შენ აპლიკაცია. ცისფერი შარვალი რატომაც სად გადაწყდა რომ ცისფერი შარვალი? აპლიკაცია. ესე ჯინსია ეთყობა. ეგ ახალგაზრდობიდან შემოჩენილი ფერებს ვერ არის. გავამუქოთ გინდა? არა იყოს არ მინდა არ ხასენა გამუკება ცოტა კიდე ეს აღირზე აქ თმა ორივე ძმას რო აქ გაქვს შეწეული თმა მოგლედ თლიანობაში რა ამ ხელა თმა მე არა მაქვს ეგ უთხარი მე რომ ამას რომ დავხედე უფრო კლინტონს გავს ეს ცოტა ადრინდელები კლინტონს გავს მამა ბუშს კლინტონს მამა ბუში აი ვერსია ამას რო ნახავენ თქვენ ოჯახში შენი ძმა და მამა შენი ალბათ ბედნიერი იქნება თვითონ ნიკოს ად არის სილუეტურად არის ნიკო ჩემი ძმა ვაფშე ამოვა შენ ძმა შიგნია საკაბა ჭამს აჰა მოკლედ ეგ არის აჰა დავაწერო თავი რამდენი გვაქვს გადასახდელი რამდენი ქაბაბია რა ქაბაბი აბა გულზე დაველაპარაკ ბარტერული ის არის ეს კაცო ამას მართლა გვატან თუ იტოვე გატან კაცო ამას უნდა გავსაგინდა საკაბაბეში დაუტოვე რა ჩემი გერწაიღე და იქვა აი ეგ არის აჰა მადლობა პირიქით მადლობა თქვენ ამას მომხმარებელი ვერ გაიგებს მეც უთხარი რომ ჰოთ-დოგი დახატეთ ხო და როგორ გეკადრებთ აბა რა ვქნა სულ იმაში რომ გამოვხებია დიდია ყველა იძახის რომ პატარაო თქვენი ქაბაბია მე იტყვი და თავისთვის ნახე რამხელა გამოვეცი თავისთვის ჩვენ პატარებს მე უნდა გამაბრალოთ გამიზომ დასაფო რო უთხარი რომ არ გავს ხო მითხრა რომ დავაწერი რომ ქაბაბი კარგი ეგეც ეგრე ეგრე ხო მეც ხართავ გაიგე ვერ დავხართავ ვერაფერ დავაწერი ხო რა თუ ვერ გავს არა გავს მოდი რა ჩვენთან ის ქაბაბი
ხოდა უნდა მოვლიდე. არა. შენ გაუხსნელზე მე გაუხსნელზე. იმიტომ ხატავს ესეთ ხაბას. ბიჭო, ეს იმიტომ ეს ახლა არის ფაქტიურად დიდი კატლი, ისა კალბასი, გახვეული რაღაცა. მაგრამ ხო უნდა ჩანდეს, სულ ავაში ხო შევა. კარგი. თუ მოგწონთ ოჯახური პორტრეტების სერია, გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. გამეზარ სტუდიოში ბევრი ეგეთი სიტუაცია და მოხდა. გააქტიურეთ ზარის ღილაკის. გააქტიურეთ ზარის. ზარის ღილაკის გააქტიურეთ. გამოიწერეთ გამეზას არხი. აი, მეც და გეხმართ. მოდი და დახატეთ. თუ გინდა ხატე იფიქრე იცინე ამისთვის ადგილი ნამდვილად ვიცი მე მით უმეტეს გამეზასთან